რეჟიმის რეპრესიული მანქანა სრული დატვირთვით მუშაობს. მოქალაქეებს ქუჩაში უმიზეზოდ აჩერებენ, პოლიციელები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩხრეკენ, ამას თავად ზედაპირულ დათვალიერებას უწოდებენ, პრაქტიკულად კი სხვა რამ ხდება. მათი ქმედება უკანონოა, რადგან არა აქვთ ჯიბეში ხელის ჩაყოფის უფლება, არც იმის თუ ნახონ თუ რა დევს ადამიანის ჩანთაში. თუ მოქალაქე არ აპირებს უკანონობას დაემორჩილოს, რეპრესიული მექანიზმები უფრო უხეშ ფორმებზე გადადის, ან სულად საბაბის გარეშეც ჩაგრავს ადამიანს. აქ რეჟიმის მხრიდან ახალი სადამსჯელო მექანიზმი ერთვება, მოქალაქეს აკავებენ ადმინისტრაციული წესით. ამის შემდეგ კი მდგომარეობა უფრო რთულდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც პოლიციელები მობილურ ტელეფონსა და ჩათებზე წვდომასაც კი ცდილობენ, როცა მოქალაქე ამას არ დასთანხმდა, ის დააკავეს. ამას მოყვა მისი გადაყვანა და გაშიშვლება, დაცინვა. ძალადობა და პოლიციისთვის განუსაზღვრელი უფლებების მიცემა მოქალაქეების წინააღმდეგ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვისაუბრებთ სულ რამდენიმე წამში სტუმართან ერთად. თუმცა მანამდე მოდით აუცილებლად ვთქვათ, რომ ამ მეთოდით გუშინ დააკავეს გამოცემა ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია. ჩანთის გახსნის მოთხოვნას ის დაემორჩილა, ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნაზე კი თქვა, რომ ამას თვითონვე გააკეთებდა. ამ დროს პოლიციელებმა მოჰკიდეს მას ხელი, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის მარჯანიშვილის განყოფილებაში. ეს ინფორმაცია საზოგადოებას ჟურნალისტ საბა სორდიას ადვოკატმა მიაწოდა. იურიც მოჰყავს დაკავებულ საბა სორდიას მონათხრობიდან კიდევ ერთი ეპიზოდი. დაკავების მომენტში საბასთვის არ უთქვამთ, რომ მას აკავებდნენ და ამიტომ გადაჰყავდათ განყოფილებაში. განყოფილებაში უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში მის მიმართ ჰომოფობიური სიტყვები გამოიყენეს, რადგან მას ეკეთა უბრალოდ საყურე, ასევე ჩამოართვეს GoPro. საბამ თქვა, რამდენჯერმე ვთხოვე, რომ კამერა არ დაიკარგოს, მეთქი, რაზეც მიპასუხეს, თუ ამას კიდევ რამდენჯერმე გაიმეორებ, დავამტვრევთ შენს კამერასო. ნიკა სიმონიშვილი, იურისტი, ჩვენი გადაცემის სტუმარია, საღამოშვიდობისა ნიკა, დიდი მადლობა გთხოვთ. სწორედ აი ამ თემაზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენ სტუმართან ერთად. ნიკა, ის რასაც ჩვენ ახლა ვყვებოდით და რასაც უწოდებს კანონიერს თავად რეჟიმი, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს კანონიერებასთან, უпростоრად რომ არა აქვს საერთო ვიცით, მაგრამ გვინდა რომ ეს უფრო ვრცლად ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად ეს ასე არის, ამას არც სამართალთან, არც კანონიერებასთან არაფერი საერთო არ აქვს. ჩვენ საუბრობთ ხოლმე ბოლო პერიოდის განმავლობაში და ამის არაერთი ნათელი მაგალითი ვნახეთ იმის, რომ რეჟიმი ცვლის კანონებს, საკუთარ თავზე ირგებს მაქსიმალურად ფორმალურად წესებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეძლოს ჩვენი გაკონტროლება, მაგრამ არის მომენტები, როდესაც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა უკვე საკმარისი აღარ არის მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე, მათი ეს აღვირახსნილი მოთხოვნები, რეჟიმის ესეთი მოთხოვნები უკვე ვეღარ ეწევა ამ მოთხოვნებს საბოლოო ჯამში საკანონმდებლო მოწესრიგება და საჭირო არის, რომ იმ წესრიგსაც კი გაცდნენ, რომელიც ფორმალურად მათ აქვს დადგენილი. აი ეს წესები, რომელიც მათ თავის თავზე დაწერეს და მოირგეს, ხანდახან იქიდან გასვლაც კი უწევთ უკვე და ამგვარად მოქმედებად. ეს თავისი დრაკონული კანონები პრაქტიკაში იღებს კიდევ უფრო დრაკონულ სახეს, აბსოლუტურად არ ემორჩილება არანაირ კანონს ის ქმედებები, რასაც აკეთებენ და ამას აი მაგალითად აი ამ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თქვია ზედაპირული ჩხრეკა თუ ზედაპირული დათვალიერება, აი რა არის ეს და რისთვის სჭირდებათ რეალურად ამის გამოყენება? ხო, ეს რეალურად ჩვენ გვიჩვენებს იმას, რომ უკვე ის დრაკონული წესები საკმარისი არ არის, უბრალოდ წესი რომ დაწეროს. დაწერონ ერთი აქ უნდა დავინახოთ ის, რომ ესეთი ბუნდოვანი რეგულაცია აძლევს პოლიციას გარკვეულ შესაძლებლობებს, მაგალითად იგივე პრევენციულ დაკავებაზე რაც ჩაწერეს, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში საკანონმდებლო მოთხოვნები უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ნათელი არის, მაგრამ ამ საკანონმდებლო მოთხოვნების მიუხედავად პოლიცია მაინც უკანონოდ იქცევა. პირდაპირ წერია კანონში, რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ზედაპირული დათვალიერება, საერთოდ რას ნიშნავს ზედაპირული დათვალიერება, ხო? აქ ჩვენ უნდა დავიწყოთ იმით, რომ ზედაპირულ დათვალიერებას, ისევე როგორც პირის იდენტიფიკაციას აქვს პირდაპირ საკანონმდებლო მოთხოვნები. რა მიზნით შეიძლება ჩატარდეს? უბრალოდ პოლიციელი მაჩერებს მე და მიწყებს შემოწმებას დათვალიერებას, ასე არ არის. ამას უნდა ჰქონდეს კონკრეტული საფუძველი და პირველი, რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ თუ გარეგნულად შეუძლებელი არის პოლიციელის იდენტიფიცირება, ფორმაში თუ არ არის პოლიციის, ასეთ შემთხვევაში სამსახურებრივი დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოგვიდგინოს და უნდა ნამდვილად გითხრას,
რომ პოლიციელი არის და ეს უნდა დაასაბუთოს. მეორე ის რომ მან უნდა აგვიხსნას თუ რატომ ხდება ჩვენ მიმართ საპოლიციო ღონისძიებების გატარება და ამასაც რა თქმა უნდა ადგილი არ აქვს ხოლმე. თუ ხდება პირის იდენტიფიკაცია, მაშინ პირის იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი პირობები უნდა არსებობდეს. მაგალითად, არც უნდა გითხრას რომ სავარაუდო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხდება ჩემი იდენტიფიკაცია. ხო, აი ეს ყველაფერი, დიახ, აი საინტერესოა და ზუსტად აი ამ საკითხს გავაგზავნებ მომდევნო შეკითხვით. მაგალითად, მიდის მოქალაქე ქუჩაში თავის გზაზე. კი. და აჩერებენ პოლიციელები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არის უსამართლო, ამ კანონის მიღმა იწყებს მოქმედებას და მე მოქალაქეს მჭირდება, რომ ამ ყველაფრისგან რაღაცნაირად თავი დავიცვა. როგორ ვიქცევი ასეთ შემთხვევაში მე, რომელიც გამაჩერეს და იწყებენ აი მოქმედებებს, რაც უკვე აღწერეთ, მაგალითად მეუბნებიან, რომ გავხსნათ ჩანთა, მაგალითად ამ ჩანთაში პირდაპირ ასე იქექებიანან ჯიბეების ამოტრიალება სურთ და ასე შემდეგ. რისი უფლება არ აქვთ თუნდაც იმ უსამართლო კანონით? არც ერთ შემთხვევაში არ აქვთ იმის უფლება, რომ ანუ თუ მე მაგალითად წარმოვდგინე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ თუ მე პირადობის მოწმობა თან არ მაქვს, შეიძლება ეს ფოტო იდენტიფიკაციით ან ფოტოს გადაღებით მოხდეს, მაგრამ თუ პირადობის დოკუმენტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოვდგინე, აქ უკვე დამატებითი იდენტიფიკაციისთვის, ან გარდა ესეთი საგამონაკლისო შემთხვევების და ნამდვილად არ აქვთ სურათის გადაღების უფლება, მაგრამ ამასაც იწყებს ხოლმე პოლიცია. აქ მივიდეთ მეორე ნაწილზე, ეს არის უკვე ზედაპირული დათვალიერება, რას ნიშნავს საერთოდ ზედაპირული დათვალიერება? ანუ ტანსაცმელზე ან სხეულზე შეიძლება ზედაპირული, ასე ვთქვათ, შეხედვით ვიზუალური დათვალიერებით ან ზედაპირული ხელის დეტექტორით. ან დეტექტორით კი, შესაძლებელია. ამოწმებს პირობითად, რომ თქვათ, ეს მაგალითის სახით უხეშად, აი მაქვს თუ არა იარაღი მაგალითად, ხო? ეს უნდა კი ბატონო, ანუ ეს ხელით შეიძლება მოხდეს, ან დეტექტორით შეიძლება მოხდეს, ხო? ან მაგალითად ცივი იარაღს ხომ არ ვატარებ, ხო? ან მაგალითად ჩანთაში ხომ არ მაქვს მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღი, ანუ შეიძლება ანუ გარედან, ასე ვთქვათ, გარეგანი, ანუ ზედაპირული დათვალიერება სწორედ ამას ნიშნავს, რომ ანუ გარეგანი ხელის შეხებით შეიძლება ეს შემოწმოს. მაგრამ აქ რასაც აკეთებენ, ეს არ არის ზედაპირული დათვალიერება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ამას ეძახის, რომ ჩვენ ზედაპირულ დათვალიერებას ვაკეთებთ, აქ პირდაპირ ტყუილი რომ ეუბნებათ ჩანთა გახსენი, ასე ჭხრეკა არის. ეს უკვე ჭხრეკა არის. ჭირდება სხვა საფუძველი. შესაბამისი საფუძველი ჭირდება, ეს არის უკვე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიება, რასაც შესაბამისი საფუძველი ჭირდება, შესაბამისი პროცედურული წესების რა უნდა ჭირდება. მოვთხოვო თუ კი მეუბნება რომ გახსენი ჩანთა. ასეთ შემთხვევაში ანუ ჩვენ უნდა პირდაპირ მოვითხოვოთ რა, ასე ვთქვათ, საფუძვლით აკეთებენ ამას. სამართალდარღვევისთვის, რა თქმა უნდა, პოლიციას ამის გაკეთების უფლება არ აქვს. ანუ თუ მაგალითად სამართალდარღვევის გამოვლენის, არ ვიცი, რაღაც სურვილი აქვთ ან რაღაც მსგავსე მიგვითითებენ, ასეთ შემთხვევაში ჭხრეკის, ანუ ეს ჩანთა გაგვახსნევინო და ჩაიხედონ, ამის უფლება არ გააჩნიათ. თუ კონკრეტულ დანაშაულზე არის ეჭვი, მაშინ ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ჭხრეკის ოქმი უნდა შედგეს და რა თქმა უნდა, ეს შემდგომ უნდა დაკანონდეს სათანადო წესით. მაგრამ აქაც უნდა არსებობდეს შესაბამისი საფუძველი იმისათვის, რომ დანაშაულთან დაკავშირებით არსებობდეს შესაბამისი დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია მე თან დანაშაული საგანი მქონდეს, ანუ მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღი მქონდეს ჩანთაში, მაგრამ აქ ნახეთ რა სიტუაცია არის, იმის გასარკვევად, რომ მაგალითად მე დანამიდევს თუ არა ჩანთაში, ამის გასარკვევად პოლიციას ამ ღონისძიებების ჩატარების, არც ერთი ღონისძიების ჩატარების უფლება არ აქვს, იმიტომ რომ დანა თუ მიდევს მე მაგალითად, არ ვიცი, ქუჩაში მივდივარ და დანა მიდევს ჩანთაში, ეს უკანონო ქმედება დაერთვლება. ანუ დანა თუ მე მაქვს სხეულზე ასეთ შემთხვევაში გარეგანი დათვალიერებით შესაძლებელია ამის გარკვევა, მაგრამ თუ დანა არის მაგალითად ჩანთაში, ეს უკანონო ქმედება დაერთვლება. მაგრამ პოლიცია აქ პრინციპში მთლიანად არის გასული კანონის ჩარჩოებიდან და აი ეს საკანონმდებლო ჩანაწერებიც კი ანუ რაც აი ახლა აუხსენით, პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ პოლიცია სრულიად უკანონოდ იქცევა. ეს ერთი ნაწილი, ახლა მეორე ნაწილი ყველაზე მეტად რაზე ღიზიანდებიან, როდესაც ვიღაც გამულელი ან თავადის ადამიანი ვინც გაჩერეს იწყებს ტელეფონით გადაღებას, იმიტომ რომ მათ იციან, რომ არ ღვევენ ყველაფერს, არა მხოლოდ კანონს, არამედ კანონის მიღმა კიდევ თავად ჩადიან, ასე ვთქვათ, დანაშაულებს, ამიტომ ამაზე ყველაზე მეტად ღიზიანდებიან. მაგრამ ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, პრაქტიკაში კიდევ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი. მათ არ სჭირდება, რატომ შეიძლება გაღიზიანდეს ტელეფონზე, იმიტომ რომ მათ თუ კი სურთ ადამიანს გაუსწორდნენ, შეურაცხყოფა მიაყენონ, დააკავონ, სადღაც გადაიყვანონ, მერე იქ გააშიშ
შიშვლონ და ასე შემდეგ, მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული საბაბი. იტყვიან, რომ უბრალოდ ეს იყო წინააღმდეგობის გაწევა, დაუმორჩილებლობა პოლიციისადმი და ამას ყველა ვარიანტში აკეთებენ. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებულია და ამასთანავე ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ იყო რაღაც პერიოდის წინ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამან მასობრივი ხასიათი მიიღო პრაქტიკულად, ხო? ანუ რატომ ხდება ეს და რა მიზანი აქვს რეალურად აი ამ ქმედებებს, აი ეს მინდა განვუმარტოთ აუდიტორიას. მოდი მე შევეცადე ძალიან პრაქტიკულად ავხსნა ეს ყველაფერი. ერთი ახლა მე ვსაუბრობ კანონში რა წერია, როგორ არის კანონიერი, რის უფლება აქვს პოლიციელს და რის უფლება არ აქვს, მაგრამ მეორე არის ეს პრაქტიკულად როგორ მუშაობს. ფაქტობრივად ჩვენ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ყველაფერი განუკითხაობისკენ არის სასული, უпростоრით ანუ სრული განუკითხაობაა, როდესაც ჩვენ ამ პროცესში შევდივართ. ანუ პოლიციელი თუ მოინდომებს ჩვენ შემოწმებას, ანუ თუ მათ აქვთ მიზანი რომ მაგალითად დაგვაკავონ, ან მაქსიმალურად შეგვაფერხონ, ან ასე შემდეგ თუ ასე შემდეგ, ამას ისინი გააკეთებენ. და პრობლემა რაში არის? პრობლემა არის იმაში, რომ საბოლოო ჯამში ვინც უნდა აკონტროლებდეს პოლიციელის ქმედების კანონიერებას, ეს ორგანო სრულად პოლიტიზირებულია და პირდაპირ ანუ ქართული ოცნების დაქვემდებარებაში. ანუ აქ გულისხმობთ რა თქმა უნდა სასამართლოს. ანუ აქ ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ხო? ანუ მე მაგალითად ერთი შემთხვევა მახსენდება 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც უკვე ეს უწყვეტი აქციები დაიწყო. მეტროების ამოსასვლელებში პოლიციელები აჩერებდნენ, ჩხრეკდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იმავე ამბობდნენ, რომ ეს იყო ზედაპირული დათვალიერება. სანამ მაგალითად რამდენიმე თქვენი კოლეგა იქ არ მოვიდა, გადაღება არ დაიწყეს, მეც იქვე შემთხვევით აღმოჩნდი, რამდენიმე პოლიტიკოსიც მოვიდა. შემდეგ მანამდე არ შეწყვიტეს. სანამ დიდი ყურადღება არ გამოიწვია ამან. ანუ ჩვენც აი აქ კადრები გადიოდა და ნახა მაყურებელმა ასევე, სანამ ანუ ყურადღების ქვეშ არ ექცევა პოლიციელი, მანამდე ამას არ წყვეტენ, მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა. თუ ვიწყებთ გადაღებას, აქ შესაძლებელია რომ მაგალითად პოლიციელებმა დაგვაბრალონ ის რომ თითქოს მათ კანონიერ მოთხოვნას არ დავემორჩილეთ და ამის გამო დაგვაკავონ და შემდგომ უკვე პასუხისგებაში მიგცენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების გამო. ანუ თუ კი მე ამოვიღე ტელეფონი, ჩემი ეს ზედაპირული დათვალიერების კი არა და პირდაპირ ჩხრეკის და ასე ვთქვათ მათი კანონდარღვევის შესახებ მათ კანონდარღვევის აღსაბეჭდად მათ აქვს უფლება რომ მე ეს ტელეფონი ჩამომართვა ან კანონით არ აქვს ამის, მაგრამ ეს შეიძლება ჩამითვალონ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და ჩამომართვან მათ. და ამის პრეცედენტებიც გქონია, ანუ იგივე მაგალითად აი საუბრობდით რომ ტელეფონის ასე ვთქვათ ბლოკის მოხსნას და მესიჯების შემოწმებას თხოვენ ხოლმე, რა თქმა უნდა ესეც სრულიად არაკანონიერი არის, არ ვიცი, ანუ ეს არავითარ სამართლის ჩარჩოებში არ ჯდება, ეს 2x2 4 არის, რომ ამის უფლება რა თქმა უნდა მათ არ გააჩნიათ, მაგრამ ანუ ერთია რომ რას მოგთხოვენ, მაგრამ მეორეა რას იტყვიან სასამართლო პროცესზე. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ პროცესზე იმას, რომ სრული ასე ვთქვათ ტყუილების დაბრალებით სასამართლო, ანუ სრულ ჩვენებებით მათ შორის პოლიციელების სრულიად უკანონოდ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცემს ხოლმე. ანუ რატომ ვამბობდი ამ ყველაფერს, ანუ რატომ ხსნი ამას, რომ ერთია კანონი რას გვეუბნება, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სრული განუკითხაობა არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უბრალოდ ადამიანებმა ეს უნდა იცოდნენ, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ პოლიციელთან კონტაქტის დროს, როდესაც ისინი ამ ჩხრეკის ჩატარებას მოინდომენ. ერთია რომ ეს კანონი ამას ეუბნება, მაგრამ კანონი შესაძლებელია მათი დამცველი არ აღმოჩნდეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ის სრულიად უსამართლო გადაწყვეტილებას ხვდებს, სასამართლოზეა საუბარი. დიახ, და ფსიქოლოგიური ზემოქმედება არის თუ არა ერთ-ერთი მიზეზი, ასევე ერთ-ერთი როგორ ვთქვა სურვილი რეჟიმის, რომ ამ გზით ადამიანები დათრგუნოს, დაჩაგროს, იმიტომ რომ მათ თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, რომ ვინმე ეს რამე უკანონო ნივთი აქვთ და ამის გამო აჩერებენ. ეს საერთოდ სხვა პროცედურაა და ეს სხვა ამბავია, მაგრამ აი ესე აჩერებენ, არ ვიცი, აქვთ სიები თურის მიხედვით აჩერებენ, ფაქტია რომ რასაც ვხედავთ, ან არიან საზოგადოებრივად აქტიური პირები, აი ჟურნალისტის შემთხვევაზე გავამახვილეთ ყურადღება და ასევე მოქალაქეები, რომლებიც დადიან აქციებზე. აი ეს გვაქვს ახლა მასობრივად, აი ამას ვხედავთ. გარდა იმისა, რომ ადამიანები აი ესე დაამცირონ, ეს არის გზავნილი ყველასთვის, რომ ჩვენ გვაქვს
სრული უფლება ჩავიდინოთ ის, რაც გვინდა და ამაზე პასუხს ვერ მოგთხოვს ვერავინ. ეს არის თუ არა მაინც მთავარი, რომ გატეხოთ რაღაცნაირად საზოგადოება. კი, ნამდვილად ასე არის. ანუ უბრალოდ ერთ მცირე ასე ვთქვათ შესწორება შევიდეთ, ანუ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ანუ ისინი ამას გვეუბნებიან. ანუ უფლება არ აქვთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ უფლება არ აქვთ, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ამ ყველაფერს. შეიძლება ჩვენ ეს კანონში არ გვიწერია, შეიძლება ამის უფლება არ გაგვაჩნია, მაგრამ როგორც გვინდა ისე მოვიქცევით, როგორც გვინდა ისე მოგექცევით, რაც გვინდა იმას გავაკეთებთ და საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ ვიქნებით მართლები. მე სხვათა შორის ამდენიმე დღის წინ მახსენდება თვითონ უშუალოდ ჩემთან დაკავშირებული ერთ შემთხვევა, როდესაც აი ეს გასულ ოქტომბერს შუქრუთელების მხარდასაჭერ აქციაზე მივედი და პოლიციელებმა ჩემ ზურგჩანთაში მოინდომეს ლეიბის მოძებნა. უნდა არ ვხუმრობ ამას, მართლა ლეიბს ეძებდნენ, ანუ ლეიბი ხომ არ მიმქონდა იქ. ნუ ერთადერთი რამაც ასე ვთქვათ გადამარჩინა, რომ ჩემი ჩანთა არ ყოფილიყო გაჩხრეკილი, იყო ჩემი სტატუსი, რომ ვიყავი ადვოკატი და ამის გამო უკვე შემდგომ მოქმედებებზე არ გადავიდნენ, მაგრამ მე რაც მანამდე გავარკვიე როგორც მითხრეს, ანუ ყველას მსგავს პროცედურებს ატარებდნენ, უჩხრეკდნენ პირდაპირ ჩანთებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ აქვს. ესე იგი, ნივთები, რომელიც ადამიანებს აქვთ ჩანთაში, ანუ მე რომ აკავებენ, ეს ყველაფერი ხდება ამ ხალხის ხელში, ხო? ან პერსონალური ინფორმაციის მოპარვა, არ ვიცი, ადამიანს ბევრი რამ შეიძლება ედოს ჩანთაში. ანუ ყველაფერი ხდება მათ ხელში სრულიად უკანონოდ და ცდომა აქვთ ბევრ რაღაცაზე. ზოგიერთი ნივთი შემდგომ აღმოჩნდება, რომ იკარგება ხოლმე. იკარგება, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა ვთქვათ ის, რომ ვისთანაც, ასე ვთქვათ, ისინი ფიქრობენ, რომ გაზდით ეს და მაქსიმალურად აი ესე ჩუმად ჩაატარებენ ამ ყველაფერს, იმ ადამიანებთან ამას უბრალოდ აკეთებენ. გასაგებია.